თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა. Верните мою юность, где моя юность? გაკიოდა ქალი ქუთაისის ქუჩებში. ყველას ცოტა კარგად ვერ ეგონა ადამიანი და ჩქარი ნაბიჯები თულიდნენ გვერდს. მხოლოდ მე მივხვდი, მხოლოდ მე ვიცანი ქალბატონი, რომელიც დიდი ხანი იყო წასული რუსეთში, ქუთაისიდან და რეაბილიტირებულ ისტორიულ უბანს აპროტესტებდა. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ, თქვენ გვისმენთ რადიო ძველი ქალაქის ეთერში FM 107.9. გამარჯობა. ქუთაისში პუშკინის ქუჩაზე იდგა ქალბატონი და თავისი ბავშვობის და ახალგაზრდობის ადგილებს ეძებდა, რომელიც ახალდროებას წაუშლია, სულ დაულეწია მისი ქალიშვილობის ნაკვალევი. რად მინდოდა ეს ლამაზად რეაბილიტირებული შენობები, ის შეულესავი ალაგ-ალაგ ალიბასტ ჩამოყრილი მახსოვდა, ის მენატრება. ანუ რა გამოდის, ვიღაცას ისე უნდა რომ დარჩეს ყველაფერი როგორც ახსოვდა, თვითონ უნდა წავიდეს სხვაგან, კარგად იცხოვროს და რომ ჩამოვა ქუთაისში 10 წელიწადში ერთხელ ან სიბერეში, ისიც 2-3 დღით, ისე უნდა დახდეს ქალაქი, გაყინული საბჭოთა არქიტექტურით, რადგან არ სურს მის ნოსტალგიას რაიმე მიადგეს. კაი კაცო, მოცემულ ხელში კაი ქალო. აბა რა, ჩვენ არ უნდა განვითარდეთ, არ უნდა შევიცვალოთ, ოღონდ შენს მონატრებას არაფერი დაემართოს და ჩვენც ვინც ვერ შევძელით ქალაქის დატოვება, ასე სტაგნაციაში უნდა ვიყოთ. მსგავსი რამ დაემართათ ქუთაისელებს რაღაც ნაწილს ბაგრატის ტაძარზე. რას ქვია უნდა აღდგეს? მე დანგრეული მერჩივნაო. ცხადია, ნანგრევები მისი ბავშვობის მეხსიერებაა და ამის გამო მსოფლიო ძეგლი უნდა რომ დანგრეული იყოს. ახლა მშვენივრად შევეგუეთ ასეთ ბაგრატს და ახლა წარმოგიდგენიათ, ერთ დღეს გავიხედოთ და სახურავი არ კონდეს ბაგრატს. ან იყოს ნანგრევები და რამდენიმე ქვა დატოვებული კი? თავის ძოზე რომ არ აღდგენილიყო პირველი ეტაპიც, მაშინდელი ქალაქკომის მდივანს სულმნათ მამუკ ასლანიკაშვილს ბაგრატის ტაძრის ადგილზე ეხლა მხოლოდ ჩამონგრეული რამდენიმე ქვა იქნებოდა. მახსოვს პატრულის რეფორმირება რომ დაიწყეს, საზოგადოების ნაწილი მაგრად აღშფოთდა, ძველ წესრიგს ვერ თმობდნენ და ერთი ასეთი სიუჟეტი მახსოვს. ვიღაცა მაღაზია დააყაჩაღა და დაიჭირეს. მეზობლები გამოესაჩდნენ, აბსოლუტურად ყველა. მეზობლები იძახდნენ, რა ტყუილა დაიჭირეს ბიჭიო, ამ არა ადამიანებმაო. ჯიგრულად შევიდა მაღაზიაში, გამყიდველს ნისიაზე თხოვდა რაღაცეებსო. ნუ ისე მოხდა რომ ხელში დანაც ეჭირაო. ოღონდ არ ემუქრებოდა, უბრალოდ თავის პონჩი ეჭირა დანაო. აი ასეთი საზოგადოება ვიყავით და ვართ ახლა სხვათა შორის. ჩვეულებრივი ციციკორეები ვართ. ციციკორეს რომელსაც არა და არ სურს მატარებლის შემოსვლა, რადგან ციციკორესაც სიახლის საწინააღმდეგო იმუნიტეტი ერთვება, რათა მატარებელს ხალხი გაყვება და მატარებელი ასევე განათლებასაც შემოიტანს სოფელში. ამიტომაც არა და არ სურს ციციკორეს მატარებელი. ამიტომ გამუდმებით იმეორებს, მატარებელი სოფელში არ უნდა შემოვიდეს. მატარებელს დედაკაცები გაყვებიან. საბოლოოდ ფუჭია სიახლესთან ბრძოლა. მატარებელი მაინც შემოვა, ყველგან შემოვა და თუ ბნელ აზროვნებას არ ძლიე, მე ვეღარ შეხვალ იმ მატარებელზე. არ აგიშვებენ, შენი ადგილი იქ აღარ იქნება, დაიკარგები. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ. შევხვდებით ერთმანეთს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა.